ჯანდაცვის სამინისტრო სრულად მობილიზებული არის სტიქიასთან ბრძოლის ფარგლებში. მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების დამატება, როგორც ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, მობილიზდა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე მობილიზებული არის მაღალი გამავლობის რეანიმობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი იქნა პარამედიკოსების ჯგუფები, რომლებიც განთავსებული არიან 6 სხვადასხვა რთულ მიმართულებაზე, რომ მოსახლეობასთან მივიდნენ, პირადად მიაწოდონ პირველადი გადაუდებელი დახმარების სერვისი და მედიკამენტები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით სრულ კოორდინაციაში სხვადასხვა საგანგებო სამსახურებთან, რათა არც ერთი პაციენტი არ დარჩეს დახმარების გარეშე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო რეჟიმში და ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას. ვართ აქტიურ კომუნიკაციაში მათთან და უწევთ სატელეფონო კონსულტაციებს, ვიღებთ საჭიროებების შესახებ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე 24 საათიან რეჟიმში მოსახლეობას მიეწოდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი. იმის შესახებ ინფორმაცია, რომ სადმე ვერ მივდივართ ან ვინმე მოსახლეობა მოქალაქე რჩება სამედიცინო დახმარების გარეშე, ეს არ არის სიმართლე შესაბამება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის უწყვეტად მოხდეს მედიკამენტების მიწოდება. მობილიზებული არის ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები, რომლებიც სოფლად აწვდიან პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისს მოსახლეობას, მიდიან თითოეულ მოსახლემდე, სადაც ეს შეუძლიათ, უწევენ სატელეფონო კონსულტაციას.